მე მართლა სერიოზულად მინდა ჩამოვაყალიბო ის პრეტენზია, რომელიც მე გამაჩნია პირობითად იმ პოლიტიკური ძალის მიმართ, რომელსაც ნიკა წარმოადგენს ამ შემთხვევაში. დავიწყოთ იქიდან ბოლოს ვიტყვი საბოლოო პრეტენზია რა არის, მაგრამ დავიწყოთ იქიდან, რომ ტელეკომპანია მთავარი და ზოგადად თქვენ იცით, რომ 4 ნომერიდან მთავარი ერთმანეთთან დაკავშირებულია, იყო აი რა პრეტენზიას თქვენ მიმართ იყო, რომ თქვენ რაღაც რო შეგაქეთ რაღაცნაირად. როგორც ნიკა ამბობს, აი მთავარი გამაფუჭებელი მედია გარემოსი. სადაც აი ჩვენ რამდენი წელია ვარსებობთ, 9 წელია ვარსებობთ ფაქტობრივად პოლიტიკური პარტია და ჩვენ არ ვარსებობთ მთავარის მაყურებლისთვის. ანუ უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ ამ შემთხვევაში გეუბნებათ პრეტენზიას ადამიანი, რომელიც წარმოადგენს იმ კოალიციას, რომელსაც ეკუთვნის მედია საშუალება, სადაც ყველაზე მეტი ცენზურა არსებობს ქვეყანაში. თქვენ შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს ცენზურა არის შემთხვევითი, ანუ ეს ცენზურა უბრალოდ იმის გამოა, რომ რაღაცა პოლიტიკური უპირატესობის მოპოვება უნდა ვიღაცას და ასე შემდეგ, მაგრამ მე მარტო ასე არ ფიქრობ. ანუ მე გეტყვით საბოლოო ჯამში ჩემს საბოლოო პრეტენზიას, მაგრამ მანამდე მე მგონია, რომ ფიზიკურად აი ეს ჩახშობა, აზრის, განსხვავებული აზრის, დებატების ჩახშობა და უბრალოდ პროპაგანდის ნიაღურის გაშვება ოპოზიციიდან, როგორც თავარი საბრძოლო მიმართულების გაშვება იყო, აი რა ამაზე მეტად ხოცებს რა უნდა აწყობდეს, რომ რაღაცნაირად ჩაკლა აზროვნების პროცესი და ფიზიკურად რაღაცნაირად აი ადამიანებს ემუშაო ერთი და იგივე რაღაც მესეჯ ბოქსით, რომლითაც ხოცებს ერთხმას არ ართმევ. ანუ ჩვენ რა ვიცით რა ფიზიკურად, ვიცით ის რომ ბატონი ნიკა მელია იყო თავმჯდომარე ნაცმოძრაობის, ბატონი ნიკა გვარამია იყო თავარი პროპაგანდისტი ნაცმოძრაობის, ორივე მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრები რაღაცნაირად და უცბად ეს ორი ადამიანი ააფუძნებს პარტიას, აქვს ტელევიზია, სადაც ერთადერთი კამპანია რაც მიმდინარეობს არის ის რომ როგორ წავართვათ ხმები ოპოზიციას და მიშას. ანუ მთელი კამპანია ამასთან მიმდინარეობს. აი როგორ დავასრულო იაგომ თუ რეპლიკა თუ შეიძლება არა ეხლა დრო ხუთათი არ უნდა გაყოთ არა არ ყავს დროს ან 5 წუთი იყო თქვენ მე 10 რეპლიკის ბევრი საქმელი დაგროვდა უკვე ჯერ სადა ხარ ჯერ დასაწილი არა თქვენ ნაკლები გაქვთ ეხლა ერთი რამე მინდა როგორ ხდება რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთი პოლიტიკური ჯგუფი ხართ ვისაც აქვს აი ასეთი მკვეთრი და შეიძლება რაღაცა თვალსაზრისით სამართლიანი, მაგრამ დიდწილად უსამართლო ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი ხართ, ვისაც ამბობთ რომ არ გვეძახიან. იცით საშუალება იაგოს ამ შემთხვევაში რომ გამოხატოს პოზიცია და დაასრულოს ის აზრი რომელსაც ავიდა. პირველი პრეტენზია რომელიც მაქვს ის მაქვს რომ თქვენი პარტია კოალიციისგან ზოგადად ახლა მე ავყოფ ამ შემთხვევაში ანუ გასაგები თუ ვინმე უნდა მითხრას რომ მე რაფერ შუაში ვარ ოკეი პასუხს მივიღებ მაგრამ მოცემულ შემთხვევაში კოალიციის მთელი ამოცანა იყო რომ ლაპარაკი არ შემდგარიყო ფიზიკურად არ შემდგარიყო ლაპარაკი იმიტომ რომ ვინმეს არ ეთქვა კრიტიკა იმის შესახებ რომ ჩვენ თუ მოგება გვინდა მაშინ რატომ არ ჩალიჩობთ ხოცების ხმებზე მაგალითად ოპოზიციაში ხო იყო ცნობილი რომ ნიკა გვარამია და ნიკა მელია ვერ წაართმევდა ხმებს იმას რა ქვია ქართულ ოცნებას ამიტომ კამპანია ხო დაგებულიყო იმაზე თუ მოგება გვინდოდა რომ მოდი ხოცებს როგორ წავართვათ ხმები ამის ნაცვლად კამპანია აეგო ისე რომ უბრალოდ აი ბიზნეს ვაგინებთ, რაც დაზღვეული, რაც ნიშნავს, რომ დაზღვევა არის, რომ ბიზნეს ხმას არ ართმევ, ზიხარ ავტომატურად მიშას ხმებზე, კეტავ არხევს. შენს არხს კეტავ. იმისთვის რომ არ შედგეს დისკუსია და ეს არ გითხავით რა. ნახე დავასრულე. ნახე, მე რე პასუხე. ნახე, მე შემიძლია ტელევიზია გაქვთ. თავარი, აი, მათ შორის თუ ისეთ რომ ერთ-ერთ ტელევიზიაში კი არა და ეთერში ბატონმა ირაკლი რუხაძემ რო თქვა რომ მე მიწევსო ვიყო იმიტომ ასეთიო რომ მოწინააღმდეგეები ასეთები მყავსო აი მაგის შემოქმედებზე ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში კოალიციაზე ანუ ის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჩვენ საკუთარ თავზე გამოგვიცდია ტელეკომპანია მთავარი არის ტელევიზია სადაც ყველაზე მაღალი ცენზურა არსებობს იმედზე მაღალი იმედზე ყოფილვართ ასე თუ ისე ახლა იქაც სრულად დამოკიდებულია როგორც ასე მაგრამ ერთნაირად ევროს რეიტინგული ტელევიზია იმედი ხო გეპატიჟებოდა 2 წელი არ ყოფილვარ იმედი. ხო, მე არ ყოფილვარ 9 წელი წავა. აუ არ დაიკიდე რა. ერთი წუთი. არამატებლობას ეხლა რომელიღაცა ცალკე კერძო ტელეკომპანიას უნდა სამართლია დააბრალე. ბოლოს იურისტი ვარ, პროფესიულად შეურაცხყოფაა ჩემი რომ ვერ თქვა პრეტენზია. მართლა, იმიტომ რომ ფიზიკურად არ მეძლევა ამის საშუალება. მეორე პრეტენზია რაც ჩემი აზრით კავშირშია პირველ პრეტენზიასთან და ზოგადად ის პირველი პრეტენზია საფუძველი რო არ არსებულიყო
მეორედს გაჭირდებოდა. ეს არის დაფინანსება. ჩვენ ყველა პოლიტიკური პარტიის დაფინანსება ასე თუ ისე ვიცით. და ვიცით ასევე ის, რომ წინა საარჩევნოდ კოალიციამ, რომელსაც ბატონი ნიკა წარმოადგენდა, იშოვა ათეულობით მილიონი ლარი და დახარჯა წინა საარჩევნო კამპანიაში. ჩვენ ვიცით ის, რომ ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ. 9 წელია პოლიტიკაში ვართ. ვიცით ზოგადად როგორ არის ბიზნესი ამ ქვეყანაში დატერორებული. და ზოგადად ვიცით ის, თუ როგორ არის პოლიტიკური ფინანსები ჩაკეტილი. ჩვენ რომ მართლა ის ქვეყანა ვიყოთ, სადაც პოლიტიკური ოპონენტი გამოდის, აფუძნებს პარტიას 9 წლით ადრე, ისოულობს ათეულობით მილიონ ლარს ბიზნესისგან, აფინანსებს აგრესიულ საერთო კამპანიას. კოალიცია რაც გინდა კი ბატონო, კოალიცია. რაც გინდა ის იყოს. და ეს ხდება ხელისუფლების ნებართვის გარეშე. მე ზუსტად ვიცი, რომ თავის დროზე ნიკამელია გამოექცა კეზერას ფულს, ანუ ბიზნეს ფულს ნაცმოძრაობიდან, მაგრამ იგივე ხოცური ფული აგერ არ დახვდა წინ? ეს ფული სხვა ფულია, ახლა რა რაც არის 40 არა, კი დავასრულებ და მე დაასრულოს და შემდეგ 10 მილიონი შოვნა. წინა საარჩევნო. მაშინ როდესაც ფინანსური პოლიტიკა როგორ არის პოლიტიკოსების მიმართ ყველასთვის გასაგებია. რომ მე საქართველოს დაბადებისთვის სპონსორი ვერ ვიშოვე. იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ მილიონობით ნახვა მაქვს. და მე ხო ეს ძალიან კარგად ვიცი. საბოლოო ჯამში ის ხალხი, ვის თქვენ გაფინანსებდათ და ბიძინა ერთად აღმოჩნდა სანქცირებულთა თუ დასასანქცირებულთა სიაში, ეს ასე დამთავრდა, მაგრამ შენ დარწმუნებული ვარ მაგას დღეს მაინც ან მოვალში მაინც მიხვდები რომ ისასაც გამოეკეცი ნაცებიდან ხოცების ფულს. საბოლოო ჯამში დაგვდა იქ სადაც მიხვედი. ხო და იმიტომაც იყო მედია ჩასახშობი და იმიტომაც არის ჩემი პრეტენზია საფუძვლიანი ზოგადად რომ თქვენ ვინაიდან არ ქონდათ არანაირი ახსნა იმისი საიდან იშოვეთ მილიონები წინას არჩევნო ნაცებისთვის ხვების დასარტყმევად ნაცებისთვის ხვების აი რა განსხვავება აქ რო იჯდეს ეხა ყობახიზე აი შენ ადგილას რო იჯდეს ყობახიზე როგორ მე აი ეს ახალგაზრდა რო იყოს დინარა